21 საათიანი უშედეგო მოლაპარაკება და ტრამპის გაძლიერებული ზეწოლა ირანზე. ზეწოლის ბერკეტად კვლავ ჰორმუზის სრუტე აქცეული. გადაზიდვების ერთ-ერთი მთავარი არხის ირანული პორტები ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ბლოკადაში მოაქცია. ამერიკის პრეზიდენტის გადაწყვეტილება გულისხმობს ირანის პორტებში შემავალი და გამომავალი ყველა გემის ბლოკირებას, დატყვევებას და სხვა ადგილზე გადამისამართებას. ბლოკადის პირობების დარღვევის შემთხვევაში ტრამპი გემების სწრაფი და უსასტიკესი მეთოდებით განადგურებით იმუქრება. სრუტე, რომელიც თეირანს 28 თებერვლის შემდეგ ჩაკეტილი ჰქონდა ამერიკა-ირანს შორის მიღწეული ორკვირიანი ზავის მიხედვით უნდა გახსნილიყო, თუმცა პირობა ამ დრომდე არ სრულდება. ირანული პორტების ბლოკადას ნეგატიური გავლენა აქვს ნავთობის ბაზარზე, კიდევ უფრო გაიზარდა ნავთობის ფასი. ბუნდოვანია პაკისტანის შუამავლობით ამერიკა-ირანს შორის მოლაპარაკების გაგრძელების პერსპექტივაც. ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტი ირანის სამხედრო შესაძლებლობებს პრაქტიკულად განადგურებულად აცხადებს, თუმცა მთავარ საკითხზე ბირთვულ პროგრამაზე შეთანხმება ვერ ხერხდება. ევროპის ქვეყნები, რომლებსაც ჰორმუზის სრუტის სახით ნავთობის გადაზიდვის ერთ-ერთი მთავარი საზღვაო გზის ჩაკეტვა ყოველდღიურად აზარალებს, მხარეებს სასწრაფო მოლაპარაკებისკენ მოუწოდებენ. სრუტეში თავისუფალი ნაოსნობის აღდგენა ახლა ევროკავშირის დღის წესრიგის ერთ-ერთი მთავარი საკითხია. ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ირანის პორტების საზღვაო ბლოკადა მეორე დღეა გრძელდება. ამერიკის ცენტრალურ სარდლობაში აცხადებენ, რომ გასული 24 საათის განმავლობაში ბლოკადის გარღვევა ვერცერთმა ხომალდმა ვერ შეძლო. მათივე ცნობით, ოპერაციაში ჩართულია 10,000 სამხედრო მოსამსახურე, 1000 ხომალდი და ავიამზიდი. მანამდე BBC-მ გაავრცელა ცნობა, რომ ჰორმუზის სრუტის გავლა დღეს 6-მა გემმა და მათ შორის ირანთან დაკავშირებულმა 4-მა ხომალდმა მაინც მოახერხა. ირანის წინააღმდეგ ომის დაწყებამდე ჰორმუზის სრუტეში საშუალოდ დღეში 138 გემი გადიოდა. ტრამპის ადმინისტრაცია შექმნილ მდგომარეობაში თეირანს ადანაშაულებს და ეკონომიკურ ტერორიზმში სდებს ბრალს. ისინი არსებითად ყველა ხომალდს ემუქრებიან, რომელიც ჰორმუზის სრუტეს გადის. როგორც ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა დაგვანახა, ამ თამაშში მონაწილეობა ორს შეუძლია. და თუ ირანელები აპირებენ ეკონომიკური ტერორიზმით დაკავდნენ, ჩვენ უბრალო პრინციპებს დავიცავთ. ვერც ერთი ირანული გემი ვერ შეძლებს სრუტეში გავლას. ვიცით, რომ ეს დიდ პრობლემას წარმოადგენს მათთვის. ვიცით, რომ ეს დამატებით ეკონომიკურ ბერკეტებს გვაძლევს. თავის მხრივ თეირანში ამბობენ, რომ ირანის პორტებისაკენ მიმავალი გემების გაჩერება ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან მეკობრეობის ტოლფასია. საპასუხოდ ირანში სპარსეთის ყურის ქვეყნების ყველა პორტების დაბომბვით იმუქრებიან. ეს ნიშნავს, რომ თეირანის სამიზნე შეიძლება გახდეს არაბეთის გაერთიანებული საამიროების, კატარის, ბაჰრეინის ან ომანის ნავსადგურები. ირანის პოლიტიკა ჰორმუზის სრუტეში ნათელია. ნებისმიერი ქმედება, რომელიც საფრთხეს უქმნის ირანის უსაფრთხოებას, პროპორციულ პასუხს მიიღებს. ირანული გემების წინააღმდეგ ნებისმიერი ქმედება შესაბამის პასუხს გამოიწვევს. ირანის ეროვნული ინტერესებისთვის მიყენებული ნებისმიერი ზიანი გარდაუულად შექმნის უსაფრთხოების მოწყვლადობას ამერიკელი ხალხისთვის. ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან ირანული პორტების ბლოკირება ყველაზე მეტად პეკინში აშფოთებთ, რადგანაც ირანული ნავთობის ყველაზე მსხვილი მყიდველი სწორედ ჩინეთია. ჩინეთის საგარეო საქმეთა სამინისტროში დღეს ვაშინგტონის ქმედებებს უპასუხისმგებლო უწოდეს. პეკინში მიიჩნევენ, რომ საზღვაო ბლოკადა სიტუაციას მხოლოდ გაამწვავებს. ჩინეთის ლიდერმა სი ძინპინმა კი დღეს ახლო აღმოსავლეთში მშვიდობისა და სტაბილურობისათვის საკუთარი 4-პუნქტიანი წინადადება წარადგინა. პეკინში მზადყოფნას გამოთქვამენ, კონსტრუქციული როლი ითამაშონ სამშვიდობო მოლაპარაკებების ხელშეწყობაში. ისტორიული ცვლილებები აქამდე უპრეცედენტო გზებით მიმდინარეობს. კაცობრიობა არჩევანის წინაშე დგას მშვიდობასა და ომს, ერთიანობასა და დაპირისპირებას შორის. ირანში ომის დასრულებაში ჩინეთის როლის მნიშვნელობაზე ისაუბრა დღესვე პეკინში ვიზიტად მყოფმა ესპანეთის პრემიერ-მინისტრმაც. პედრო სანჩესის თქმით, ჩინეთს შეუძლია წინ წასწიოს სპარსეთის ყურეში ცეცხლის შეწყვეტისა და ჰორმუზის სრუტის გახსნის შესახებ დიპლომატიური მოლაპარაკებების პროცესი. ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საერთაშორისო კანონმდებლობის დაცვის აუცილებლობასაც. მე მქონდა საშუალება განმეხილა ჩინეთის ლიდერ სი ძინპინთან რეფორმები, რომლებიც სჭირდება მულტილატერალურ სისტემას, რომ მან უკეთესად ასახოს დღევანდელი სამყაროს მულტიპოლარული რეალობა. ირანის გარშემო შექმნილი ვითარება და ჰორმუზის სრუტეში ნაოსნობის შეფერხება ნავთობის დეფიციტს და საწვავის გაძვირებას იწვევს. მოსალოდნელ პრობლემებზე დღეს ალაპარაკდნენ საავიაციო სექტორის წარმომადგენლებიც. ევროპული ავიაკომპანიები მიმართავენ ევროკავშირს ჩაერიოს პროცესებში და მიიღოს საგანგებო ზომები, რათა სპარსეთის ყურეში ომის შედეგების დაძლევა მოხერხდეს. ამ ფონზე დღეს საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა და განაცხადა, რომ მსოფლიო რეცესიის ზღვარზე დადგება, თუ კონფლიქტი გამწვავდება ან ნავთობის ფასი $100 ნიშნულზე დიდი ხნით შენარჩუნდება.
ჩვენი მკაცრი ნეგატიური სცენარით ენერგომატარებლების შეფერხებები მომავალ წელსაც გაგრძელდება, რაც უფრო მეტ მაკროეკონომიკურ არასტაბილურობას გამოიწვევს. გლობალური ეკონომიკის ზრდა წელს და მომავალ წელს 2%-მდე დაეცემა, ხოლო ინფლაცია 6%-ს გადააჭარბებს. ვარდნის რისკები ახლა აშკარად ძალიან მაღალია. ომის გავლენა არათანაბარი იქნება. დაბალი შემოსავლის მქონე ენერგომატარებლების იმპორტიორი ქვეყნები ძალიან დაუცველები არიან. განსაკუთრებით ისინი, ვისაც უკვე ჰქონდა პრობლემები შეზღუდულ მარაგებთან დაკავშირებით. თუმცა ყველაზე მძიმეზიანი სპარსეთის ყურის ქვეყნებს მიადგებათ. ვაშინგტონის მთავარი მოთხოვნა ირანთან უცვლელი რჩება. ტრამპის ადმინისტრაცია ითხოვს, რომ ირანიდან გამდიდრებული ბირთვული მასალა გაიტანონ და შეიქმნას ისეთი მექანიზმი, რომელიც დაადასტურებს, რომ თეირანი ატომურ იარაღზე არ მუშაობს. ირანსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის 7 აპრილს შეთანხმებული ზავი ამ დრომდე ძალაშია, თუმცა ჰორმუზის სრუტეში არსებული მდგომარეობის გათვალისწინებით ომის განახლების საფრთხე მატულობს. ამერიკული მედია წერს, რომ ირანთან მოლაპარაკებების განახლებას ამერიკის შეერთებულ შტატებს სთხოვს საუდის არაბეთი, რადგანაც ერ-რიადში შიშობენ, რომ შესაძლოა თეირანმა მარიონეტული ძალების დახმარებით ნავთობის ექსპორტისათვის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მარშრუტი ბაბ-ელ-მანდების სრუტე ჩაკეტოს. დღესვე გავრცელდა დაუდასტურებელი ცნობები, რომ ამერიკასა და ირანს შორის მოლაპარაკებები შესაძლოა ისლამაბადში კვირის ბოლოს განახლდეს.